ვაშინგტონში ობამას სააკაშვილის შეხვედრას რამდენიმე ცხადი შეტყობინება ახლდა. შეერთებული შტატები იძლევა შესაძლებლობას ამ ქვეყანასა და საქართველოს შორის დაიდოს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. გაძლიერდეს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და საქართველოს რეფორმებს ეძლევა მაღალი შეფასება. თავად ქვეყანა კი პასუხისმგებლიანი მოთამაშეა მსოფლიო სცენაზე და მისი დემოკრატია მაგალითია მთელი რეგიონისათვის. რას ნიშნავს ეს და სხვა შეტყობინებები პოლიტიკურ პრაქტიკაში? როგორ გავიაზროთ საქართველოს როლი და საფრთხეები შუა აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე? მოუწევს თუ არა პოლიტიკურ ოპოზიციას სამოქმედო ტაქტიკის შეცვლა. დიალოგის სტუდიას სტუმრობენ ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ბაკურ კვაშილავა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პოლიტიკისა და სამართლის სკოლის დეკანი. საღამომშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო, ერთთვიანი შესვენების შემდეგ დიალოგი ისევ პირდაპირ ეთერშია პირველ არხზე. ჩვენ ვანახლებთ ამ გადაცემას და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ ბატონი ირაკლი ალასანია, პოლიტიკური პარტია თავისუფალი დემოკრატების ლიდერი. მადლობთ რომ მოგზავნით ამ საღამოს. დიდი მადლობა მოწვევისთვის დავით. თემა ცნობილია, ჩვენს კი მაყურებელს უთხარით, ეს არის ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა გუშინ ვაშინგტონში საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების. თქვენ ამ შეხვედრას წინასწარ ახლეთ კომენტარი, სადაც ის მიიჩნიეთ მნიშვნელოვნად. ეხლა ცნობილია ამ შეხვედრის, ყოველ შემთხვევაში ყველა შედეგი თუ არა კონკრეტულად და ბოლომდე უფრო მეტი მის შესახებ ვიდრე იყო მანამდე შეხვედრამდე და გარკვეულწილად იმ სპეკულაციებს კარგი გაგებით, ანუ ვარაუდებს თუ რაზე იქნებოდა ეს შეხვედრა, პასუხი გაეცა პრეზიდენტების გამოსვლაში. შესაბამისად, მინდა რომ ერთი-ორი სიტყვა თქვათ შედეგებზე. თუ თქვენთვის ეს შეხვედრა აპრიორი იყო მნიშვნელოვანი, როგორ არის ის აპოსტერიორი, ანუ შემდეგ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. ორი ქვეყნის ურთიერთობებში პრეზიდენტების შეხვედრა ყოველთვის არის მოვლენა. და მით უმეტეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობებში ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის შეერთებული პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს პრეზიდენტი მიიღო თეთრ სახლში და ეს შეხვედრა სწორედ დაემთხვა საარჩევნო წელს. მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა ყველა მისი, ასე ვთქვათ, გაჟღერებული საკითხებით, რომელიც განიხილეს პრეზიდენტებმა ამ შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის ეს არის კიდევ ერთხელ წინ გადადგმული ნაბიჯი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გასამყარებლად. ასევე ნათელია ისიც, რომ ამერიკული და ქართული ურთიერთობა ეფუძნება არა პირად ურთიერთობებს, არამედ ძირითადად უკვე ინსტიტუციურ ურთიერთობებს და სწორედ ის ქარტია, რომელზეც ხელი იქნა მოწერილი 2 წლის წინ, კიდევ ერთხელ ადასტურებს რა მნიშვნელობას ანიჭებს არა მხოლოდ საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატები თვითონ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, მაყურებლებისთვის არის ის, რომ გარდა სამხედრო სფეროში თანამშრომლობისა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მას მერე რაც რუსეთმა აგრესიული ომი აწარმოა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ და დაიკავა ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამხედრო თანამშრომლობაზე აქცენტის გაკეთება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აგრძელებს სამხედრო აღმშენებლობას, საქართველოს ისევ გახდება ძლიერი და საქართველოს პერსპექტივები გახდეს თუნდაც სამხედრო პოლიტიკური ალიანსის წევრი კვლავ ღიაა. მაგრამ ამასთან ერთად იყო საუბარი ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც რა თქმა უნდა ეს სწრაფად არ იქნება, მაგრამ უკვე დეკლარირებულია, რომ არის ამოცანა ორმხრივ ურთიერთობებში არის საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველაფერი ეს დგას ყველაზე მთავარ ფუნდამენტალურ საკითხზე ჩვენ ორმხრივ ურთიერთობაში. ეს არის სამართლიანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების სრულფასოვანი შეცვლა, რომელიც ჯერ საქართველოში არ განხორციელებულა და სწორედ ამიტომაც ჩემი აზრით სიმბოლურიც არის და განზრახვაც იყო ისეთი, რომ ეს შეხვედრა შედგა სწორედ საარჩევნო წელს. პრეზიდენტმა ობამამ ძალიან ნათლად განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები და არჩევნები აწი საქართველოში უნდა ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული და ამას უნდა მოყვეს ხელისუფლების სრულფასოვანი შეცვლა. Free and fair მან თქვა, თავისუფალი და სამართლიანი. სამართლიანი, ანუ დემოკრატიული. სრულფასოვანი არ თქვას, მან თქვა ფორმალური გადაცემა ხელისუფლების. ფორმალ ფორმალური გადაცემა ნიშნავს იმას, ზეცართავი ეს იყო. დიახ, ეს ნიშნავს, არა, სრულფასოვანი გადაცემა არაერთხელ აქვს თქვა იგივე ჰილარი კლინტონს თავის განცხადებაში, რომელიც გააკეთა 6 თვის წინ, ამერიკული ადმინისტრაცია არის თანმიმდევრული
თავის განცხადებებში და მე სულაც არ გამეკვირდა სწორედ ეს შეაფასა მარტივ ქართულ ენაზე ითქვა ის რომ ხელისუფლება საქართველოში პირველად უკვე უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით, არა ვარდების რევოლუციით, არა სამხედრო ამბოხებით, როგორც აქამდე 20 წლის განმავლობაში ჩვენ ვსვლიდით ხელისუფლებას, არამედ კონსოლიდაცია რო გავუკეთოთ ჩვენ დემოკრატიას, ინსტიტუტებს, საჭირო ხელისუფლების შეცვლა უკვე არჩევნების გზით. ეს ნიშნავს თქვენი ასე ვთქვათ ნათქვამს გავემეორებ, რომ სააკაშვილი არც ერთი ფორმით აღარ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში, ის ვერ გააკეთებს იმას, რაც გააკეთა პუტინმა, დატოვოს პრეზიდენტობა და გახდეს პრემიერ-მინისტრი, ან რამე სხვა ფორმით დაიკავოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობა. თუ ბუნებრივია, მას მომავალში რაღაც პერსპექტივა პოლიტიკური ექნება. ეს არის თავად მისი გადასაწყვეტი და ქართული საზოგადოების, მაგრამ ეს არჩევნები იმით იქნება გამსაზღვრელი, რომ რეალური ცვლილება განხორციელდება არჩევნების გზით და ხელისუფლება სრულფასოვნად შეიცვლება. თქვენ ამბობთ იმას, რასაც ახლა თქვენ ფიქრობთ, ეს გასაგებია, თუ იმას, რაც თქვენი აზრით შეერთებული საქმის პრეზიდენტმა თქვა ამ შეხვედრის შემდეგ. ჩემი აზრი ამას არ ჭირდება, ძალიან ნათლად ითქვა, ხელისუფლების შეცვლა უნდა განხორციელდეს არჩევნების გზით. ეს არის ის, რასაც იძახდა ამერიკის შეერთებული შტატების ყველა წარმომადგენელი, რომელიც ჩამოდიოდა საქართველოში, ეს განაცხადა ჰილარი კლინტონმა, ეს განაცხადა მისმა მოადგილემ, როდესაც ის ჩამოსული იყო 4 თვის წინ საქართველოში. და ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ყველა სფეროში ვითარდება. ყველა სფეროში. ეხლა გავხსენთ თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი და არის ვთქვათ სკრიპტი ჩანაწერი ობამას სიტყვისა იმ წამოწთენითაც კი რაც მას მოუვიდა როცა საქართველო იხმარ რუსეთის ნაცვლად. ეს წამოწთენაც კი დატოვებულია შესაბამისად ეჩვეშ შევიტანთ რომ აქ მაღალი სიზუსტეა უზრუნველყოფილი. აქ წერია the formal transfer of power. ძალაუფლების ფორმალური გადაცემა. და თქვენ ფორმალურში რას ნიშნავს, რომ ფორმალური ანუ იმ გაგებით რაც ქართულად სლენგშიც იხმარება, რომ ფორმალურად ანუ არაფერი არ შეიცვლება. ეს ამას დებთ თქვენ ამ შინაარსში? ფორმალური ცვლილება ნიშნავს, რომ ხელისუფლება უნდა გადაეცეს საზოგადოების არ ნიშნავს. ფორმალური გადაცემა და სრულფასოვანი შეცვლა. ალბათ შემოსვლას. თქვენ ჩემი აზრი გკითხეთ და ეს ნიშნავს იმას. მე გკითხეთ თქვენი აზრით ობამა ამბობს რომ სრულფასოვნად უნდა შეიცვალოს ხელისუფლება თუ ფორმალური გადაცემა უნდა განხორციელდეს. არავით არის გადაცემა, რა გადაცემა უნდა განხორციელდეს ხელისუფლების. ასე უნდა მოხდეს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ანუ ძალაუფლება უნდა გადაეცეს ხალხის მიერ არჩეულ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დაუჭერს არჩევნებში მხარს. ეს არის მთავარი რეალურად რაც ითქვა. ეგ ლოგიკურად აუცილებლობის წესით არ გულისხმობს მაინც და მაინც ხელისუფლების ანუ დღეს რო ძალა არის ხელისუფლებაში იმ ძალის წასვლას. ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი დღეს არის პრეზიდენტი, არის ხელისუფლებაში, ხვალ არჩევნების შემდეგ, როცა ჩატარდება, არ იქნება ხელისუფლებაში, ეს თვითონაც აღიარა და თქვა და ძალიან მისასალმებელია. ჩვენ საუბრობთ იმ შეხვედრაზე, თქვენ შეგვიძლია დამისვით იმ შეხვედრაზე ჩემ შტაბ-ჭდილებებს. რაც შეეხება თავად სხვა სფეროებში ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებას, კიდევ ერთხელ ვეთქვი. ეს დავასრულებ და ეხლა. ამას ეხება და ნატოს რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ითქვა, რომ ნატოს კენ საქართველოს სულა გაგრძელდება და ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ნატოზე უბრალოდ მინდა ფორმალური გადაცემის საკითხი, ну თუ არ ამოუწევთ, ყოველ შემთხვევაში განმარტოთ მაინც, ხო? მაგალითად 1998 წელს რონალდ რეიგანს გაუვიდა საპრეზიდენტო ვადა 99 წლის იანვარში უბრალოდ. 98 წელს ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა მისი ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უფროსმა. ის გახდა პრეზიდენტი. ეს იყო ხელისუფლების ფორმალური გადაცემა, ძალაუფლების ფორმალური გადაცემა. თქვენ ეხა ინსინუაციას აკეთებს, რომ აქაც ინსინუაციას არის იგივე ვარიანტი, კი, რა თქმა უნდა, როდესაც პრეზიდენტი ამოწურებს თავის ვადას, იმას რეიგანს, ნებისმიერ სხვა პრეზიდენტს არ დაუწყია ხელისუფლებაზე ჩაბღაუჭება. ის წავიდა პრეზიდენტობიდან, არც სენატორობა გადაწყვიტეს. ის მიდის პოლიტიკიდან და აძლევს უფლება აქვს პრეზიდენტს. აძლევს შანსს დემოკრატიას გააგრძელოს ქვეყნის მართვა და დემოკრატია სწორედ ის არის, რომ ხალხმა უნდა აირჩიოს შემდეგი ხელისუფალი, შემდეგი პარლამენტი როგორი იქნება. აქ არის ამაზე ლაპარაკი. და აბსოლუტურად ლოგიკური და ჯანსაღი იყო. მე არაფერი არ გამკურვებია. შტატებში პრეზიდენტებს არ ეკრძალებათ პრეზიდენტობის შემდეგ პოლიტიკაში ყოფნა, უბრალოდ ბოლო ამ საუკუნეში ვერ ვიხსენებ ერთ-ერთ პრეზიდენტს, რომელიც დარჩებოდა პოლიტიკაში. თავისთავად მათ კონსტიტუცია მას არ უკრძალავს, უბრალოდ როგორც რა თქმა უნდა, მაგრამ საქართველოში არის განსხვავებული ვითარება და მეთანხმებით. მათ აკლდებათ ყველანაირი პრივილეგია, რაც უნდა ჰქონდეთ. აქ არ არის საუბარი ვიღაცა პერსონალურად
ვიღაც ან პოლიტიკოს რა ბედი ელოდება არჩევნების შემდეგ. აქ არის საუბარი საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებაზე, რომელიც ვერ განხორციელდება თუ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ერთხელ მაინც არ განხორციელდა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. აქ ამაზეა საუბარი, აქ არის საუბარი იმ ღირებულებებზე, რითიც საქართველოს საინტერესოა დასავლეთისთვის. რისთვისაც ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი გავხდეთ, ევროპული ოჯახის ნაწილი გავხდეთ. ერთხელ მაინც თუ მშვიდობიანი არჩევნებით არ გამოიცვალა აბსოლუტურად გეთანხმებით ხელისუფალი. ასე რომ ჩემი გაგებით ამ შეხვედრიდან და მე რა ერთხელ მithქვამს ეს ფრაზა, რომ სააკაშვილი ამოწურავს თავის პრეზიდენტობის ვადას, საქართველოს ხალხი მიიღებს თავის გადაწყვეტილებას არჩევნების დღეს და ქვეყანა გააგრძელებს სვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებისკენ, ევროპასთან დაახლოებისკენ და მე დარწმუნებული ვარ სწორედ რომ მეორე ნაწილი მისი ნათქვამის რომ ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს იქნება უახლოეს მომავალში 1 წლის განმავლობაში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ერთ-ერთი წამყვანი თემა. იმიტომ რომ საქართველოში ვერ ჩატარდება თავისუფალი არჩევნები. სამართლიანი არჩევნები თუ მედი არ იქნა თავისუფალი, თუ არ შეწყდა პოლიციის მონაწილეობა და უსაფრთხოების სამსახურების მონაწილეობა არჩევნების პროცესში, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის სასარგებლოდ, ეს ყველაფერი ბუნებრივია შეადგენს სწორედ საარჩევნო გარემოს, რომელიც გახდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამის ხსენება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხსენება შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან. ეს იყო თქვენი აზრით ან ამ კონტექსტის მიხედვით, როგორ დაასკვენით, ეს იყო მისი მოთხოვნა, მისი ეჭვის გამოხატულება, რომ ეს შეიძლება მოხდეს, ან არ მოხდეს, თუ ეს იყო მისი მოლოდინი, რომ დიახაც სწორედ ასეც მოხდება. სამივე ერთად შეიძლება. მთავარი არის ეს იყო ფორმალური ნაწილი. თქვენ სიტყვას გავემეორებ და შეხვედრის, როდესაც მედიასთან ურთიერთობს ორი პრეზიდენტი, მაგრამ მნიშვნელოვანი არის თუ რა ილაპარაკეს კამერების მიღმა. და მე როგორც დიპლომატს მაქვს გარკვეული გამოცდილება წავიკითხო, ასე ვთქვათ, ამ განცხადებების უკან რა საუბრები დგას, იმიტომ რომ მე მქონდა შეხება დეკემბერში ვიყავი ვაშინგტონში და ამერიკის თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, სენატორებთან, კონგრესმენებთან და ძალიან ნათელი არის გააზრება არის თელს პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში. რომ სააკაშვილმა არ უნდა მიბაძოს პუტინს და არ უნდა ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას და სააკაშვილმა უნდა მიბაძოს ჯორჯ ვაშინგტონს, რომელმაც ორი ვადის ამოწურვის შემდეგ მას მართლაც ეხვეწებოდა ხალხი და მისი თანამებრძოლები, რომ დარჩენილიყო პრეზიდენტად, მაგრამ უარი თქვა და გზა მისცა ამერიკაში დემოკრატიის რეალურად გამყარებას. აი ეს არის ის, რასაც მოითხოვენ, ელოდებიან, ურჩევენ ქართულ პოლიტიკოსებს ამერიკელები და ეს არის აბსოლუტურად სწორი და ჯანსაღი. იმიტომ რომ მათ სხვანაირი დემოკრატია არ ესმით. დასავლეთ სხვანაირად დემოკრატია არ ესმის. როდესაც პოლიცია ემსახურება მხოლოდ მმართველ პარტიას, როდესაც მედია, როგორც არის რუსთავი, იმედი მთლიანად პირდაპირ კონტროლშია, კონტროლის ქვეშ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ამ შემთხვევაში ბუნებრივია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ადგილი არ ექნება. სწორედ ეს ერთი წელი, რაც არის დარჩენილი არჩევნებამდე, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ. მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმა, რომ რეალურად შედგეს თავისუფალი ეთერში, დიდი მადლობა. მე არ გამომიცხადებია ეს წინასწარ, იმიტომ რომ თითქმის ხელი გქონდა ჩაქნეული, მაგრამ კავშირი შედგა და ჩვენ ახლა გვერდთვება ეთერში მართალია სატელეფონო ხაზით გიგა ბოკერია, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც წევრია დელეგაციის და მონაწილეობს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებში. მოგესალმებით გიგა. ასაამშვიდობის მადლობა შესაძლებლობისთვის. გიგა, თქვენ დაესწარით აქამდე გამართულ ყველა პრინციპულ შეხვედრას და როდესაც ლაპარაკია იმაზე, პრეზიდენტი ამბობს, რომ მოლოდინს გადააჭარბა ამ შეხვედრებმა, ეგრე გითხრათ, რა ნაწილში გადააჭარბა ამ მოლოდინს? რას არ ელოდით ისეთს, რაც მოხდა? გამოთქვა რომ მოლოდინს გადააჭარბა ისე, რომ ჩვენ ველოდით და გვინდოდა ის რაც მოხდა, ეს არ ეგონოს რომ არ გვინდოდა, მაგრამ ბუნებრივია, არის კარგი შედეგი, არის ძალიან კარგი შედეგი და ჩვენ ვთვლით და მე მგონი ნებისმიერი საღამოაზროვნე ადამიანი გაანალიზებს ვითარებას, ვინც მოისმინა საჯაროდ გასაგები პოზიციას, თორდაც შეაფასებს ამას, იმიტომ რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მე ხას უსვამს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და არა მის ხელისუფლებისთვის. მხოლოდ მნიშვნელოვანია ყველა საკითხზე და განსაკუთრებით ეს შეეხება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვის სცენარიანობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას და გაღრმავებას, ძალიან კონკრეტული მიმართულებით, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს დევანდელო კონტექსტში სოფლიოსი, გულისხმობ ეკონომიკურ კრიზისს ევროპაში, მაღალი დონის დიალოგის გაწყვეტებას, პერსპექტივით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების
ეს ყველაფერი არის საქართველოსთვის, საქართველოს ხალხისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებები, იმიტომ რომ თავისთავად ეს სიგნალი კი ეკონომიკურად და პოლიტიკურად ჩვენ მოგწონს შედეგს და იმედი გვაქვს ეს პროცესი დამთავრდება იმ შედეგით, რაც ჩვენ გვსურს, ანუ ამ შეცდომების მიღწევით. ამას გარდა მგონი ალბათ ეს მოულოდნელი პოზიტიურად იყო ინფორმირების დონე საქართველოს რეფორმების შესახებ. პრეზიდენტ ობამასი ამ თემაზე იყო საუბარი ძალიან აკაურადროულად მე არ გავიმეორებ პრეზიდენტ ობამას სიტყვას, იმიტომ რომ ის ჩემზე უკეთ ისაუბრა თვითონ ამერიკის შეერთებული პრეზიდენტმა. მაგრამ ეს სიტყვით ვიტყვი უნებრივია რომ უაღრესად პოზიტიური საქართველოს შეფასება საქართველოს როგორც მაგალითი. რა თქმა უნდა ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს და მათ შორის არჩევნები რომელიც მოდის არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ სფეროში შეთავაზ შეთავაზება როგორც ეს იყო მთელი ამ წლების განმავლობაში იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი. თუმცა ამავდროულად იმ ახალი გაუსწორებ გატანა მithქვავს რომ ცოტა მწარია ხოლმე რომ აქცენტი საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე ხდება ხოლმე მხოლოდ საერთაშორისო ასპექტში. თავარი სამიზნე იყოს ის, რაც იტყვიან ჩვენი მეგობრები, თუნდაც საუკეთესო მეგობრები. თავარი არის ის, რაც სულ საქართველოს საზოგადოებას და ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს საზოგადოებას, ეს არის მისი არჩევანი. თუმცა თქმა უნდა ესეც იქნება. მოკლედ, დიდხანს დაუბრუნდით თქვენ კითხვას, ეს საქართველოსთვის გადადგმული სერიოზული ნაბიჯი წინ, ჩვენ დღეს ჰქონდა შეხვედრები თავდაცვის დეპარტამენტში, მალე იქნება შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბატონ ბაჩუ ახალაიძის, ბატონ ლეონ პანეტასთან თავდაცვის მდივანთან ეს საუბარი კონკრეტული მიმართულებით ამ პოლიტიკურ სიგნალის შემდეგ გრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ დავიმეოროთ ჩვენი პრეზიდენტის სიტყვები ვარ ძალიან მაყოფილი და ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღე. თუ ლაპარაკია თავდაცვის და სამხედრო ურთიერთობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, სრულიად ლეგიტიმურია დავსვათ შეკითხვა მისცა თუ არა შეერთებულმა შტატებმა საქართველოს პრეზიდენტს და შესაბამისად საქართველოს გარანტიები უსაფრთხოებისა რუსეთის სამხედრო თავდასხმის წინააღმდეგ. ამ შეხვედრაზე არანაირ ახალ გარანტიებთან დაკავშირებით არ ყოფილა საუბარი. საქართველოს სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის დაცვის საფუძველი არის საქართველოს საზოგადოების რწმენა და მტკიცე პოზიცია და პოლიტიკური სპექტრის სერიოზული ნაწილის სამწუხაროდ პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მაინც ხელისუფლების რომელიც ქართული ხალხის ნებას გამოფატავს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და პირველი შეერთებული შტატების ისე პოლიტიკური ხარჯების ესე ხო და შეერთებული შტატების კერძოდ ამ ახალ ადმინისტრაციას საქართველოს კრიტიკულ მომენტებში, ყველა კრიტიკულ მომენტში, უახლეს ისტორიაში, ომის შემდეგ არ დაუწოვებია უყურადღებოთ ნებისმიერი სახიფათო სიგნალი და ძალიან მტკიცე პოზიციის შედეგად დღეს შევინარჩუნეთ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა და ვაშენებთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენს თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას და ამაში წვლილი აქვს გადაჭრა შედეგად. ეს შეხვედრა და სიგნალის რომელიც ამ შეხვედრიდან გაშვებული არის ნაწილი ამ პოლიტიკური უსაფრთხოების მე ასე ვიტყვი. გასაგებია. რა იგულისხმება საერთაშორისო არენაზე საქართველოს პასუხისმგებლიანი როლის ხსენებისას და როცა ლაპარაკია საქართველოს როგორც მოდელზე დემოკრატიის და გამჭვირვალობისა მთელ რეგიონში, ეს რას აკისრებს ამ ქვეყანას? რაიმე ვთქვათ ახლებურად შეიძლება ამ როლის გააზრება? თავშევიკავებდი კომენტურის ფუნქციისგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას. მეგონი განცხადება თვითონ მეტყველებს თავის თავს და აბსოლუტურად არაკორექტული ხდება, რომ მე ხარ ინტერპრეტაციები გავაკეთებ, საკმაოდ კაფეო ყველაფერი, ჩემი აზრით, ბოდიშ მომხდეთ, თქვენ კითხვას პატივს, მაგრამ ასე გითხრებით, ჩემი პოზიცია რაც არის, მას გეტყვით, რომ ბუნებრივია, რომ მე მიმაჩნია, რომ საქართველოს არის პასუხისმგებლობიანი საერთაშორისო საერთაშორისო არენაზე აბსოლუტურად პასუხისმგებლობის მრავალ რთულ ვითარებაში დავამტკიცეთ. მოხარული ვარ, რომ ეს ამას აღნიშნავენ ჩვენი და ჩვენი თავარი პარტნიორები. თბილისში მიცემულ ერთ-ერთ მეორე ასპექტი, რა შეეხება მეორე ასპექტს, კიდევ გავმეორებ, ჩვენი დემოკრატია, ჩვენი რეფორმები არის პირველ რიგში ქართული ხალხის არჩევანი და ჩვენი ქვეყნისთვის არის. თუ ჩვენი წარმატება
და წარმატებები, რომელიც გვაქვს განსაკუთრებით ზოგიერთი მიმართულებით, მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, გამოადგება სვებს ჩვენ მეზობლებს როგორც მაგალითი, ჩვენ მხოლოდ მოხარული ვიქნებით, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ჩვენ ქვეყანაზე ვართ კონცენტრირებული. პრეზიდენტ ობამას სიტყვები თვითონ პრეზიდენტ ობამას განსამარტი არის ხოლმე და არ სჭირდება დამატებითი. კარგი, მაშინ გავმარტოთ თქვენი სიტყვები, თქვენ თბილისში მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ივარაუდეთ, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი. ამ შეხვედრების შემდეგ ვაშინგტონში გაგიჩნდათ საფუძველი დაეჭვებულიყავით თქვენსავე აზრში? გაფართოების სამიტი ეს მე არ მიმოვარაუდი, ეს ცნობილია რომ არ არის. ეს არის საფრთხე, ანუ ამ ფორმატზე მიძღვნილი სამიტი. ეს ასე იყო და ეს ასე რჩება. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ მივანიჭებთ მნიშვნელობას ძალიან კონკრეტული პროგრესის დემონსტრირებას საქართველოს გზაზე ნატოს წევრობისაკენ. და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო ისიც, რაც ვიცოდით იქამდეც, მაგრამ ის რომ საჯარო განცხადებისას როგორც ყოველთვის ძალიან კაფიოდ დაფიქსირდა ეს პოზიცია უმაღლეს დონეზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან. ერთხელ გავიმეორებ, ამ შემთხვევაში ციტირებას მოვახდენ, ხარდაჭერა საქართველოს გზაზე ნატოს წევრობისკენ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ვესაუბრეთ გიგა ბოკერიას, რომელიც ტელეფონით ჩაგვერთა ვაშინგტონიდან, საქართველოს უშიშროების საბჭოს დივანს, უბრუნდებით სტუდიაში ჩვენ სტუმარს, ბატონ ირაკლი ალსანიას, თავისუფალი დემოკრატების ლიდერს. ნატოზე ლაპარაკით დავასრულეთ ბატონ ბოკერიასთან ჩვენი საუბარი და ნატოზე ლაპარაკთან შეგვიწყდა თქვენთან საუბარი, ესე რომ ყველა პირობაა რომ ნატოთივე გავაქცევთ. კი ბატონო. ბატონ ივანიშვილის სიტყვები მინდა მოვიყვანო ნატოს შესახებ თქვენი პოლიტიკური პარტნიორის. მან დღეს გავრცელდა მისი ვიდეო ჩანაწერი ინტერნეტით, სადაც ის ამბობს, რომ ერთადერთი კაცი უშლის ნატოსში საქართველოს შესვლას ხელს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. დანარჩენი ყველას უნდა, ნატოს წევრ ყველა ქვეყანას უნდა რომ შევიდეს და საქართველოს პრინციპში ყველას უნდა რომ შევიდეს და ყველა ცდილობს რომ შევიდეს. მე რამდენიმე ციტატა მაქვს მისი მანამდე თქმული ნატოს შესახებ, აი ასეთი ავტორიტარული სახელმწიფოსთვის ნატოს შესვლა იქნება შეუძლებელი და მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების შემოვლებით შევძლებთ ნატოსთან დაახლოებას. თეორიულად ეს სწორი აზრია, უბრალოდ ნათქვამია საქართველოსზე. მართალია, სამხედრო კუთხით ბევრი კარგი გააკეთეს, რაც ნატოში შესვლაში დაგვეხმარება, მაგრამ კარგზე მეტი ცუდი გაკეთდა და ამან უფრო დაგვაშორა ნატოს, ვიდრე დაგვაახლოვა. ის შეტყობინებები, რაც წამოვიდა შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, თქვენი აზრით, აი ამ ციტატების შინაარს აყენებს თუ არა თავდაყირა? აბსოლუტურად არა. მთლიანად ვიზიარებ, რასაც იძახის ბატონი ივანიშვილი. იმიტომ რომ ჩვენ თუ მართლაც გავწევრდიანდებით ნატოში, ეს იქნება იმის დამსახურება, რომ ქვეყანაში ჩამოვაყალიბებთ არა ავტორიტარულ რეჟიმს, არამედ რეალურად დემოკრატიულ ქვეყანას, თავისი ინსტიტუტებით, რომელიც სადაც მართლმსაჯულება მართლაც იქნება სამართლიანი, სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და არა ამოდებული ბოდიში თქვენთან იღლიის ქვეშ პროკურატურის წარმომადგენლების მიერ, სადაც განათლება იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის, სადაც ქვეყანა რეალურად გახდება თავისუფალი მოქალაქეების თანამონაწილეობით შექმნილი. დღეს ეს ყველაფერი ეჭვის ქვეშ დააყენა სწორედ ავტორიტარიზმისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა სააკაშვილის მხრიდან. ამიტომ აბსოლუტურად სწორი სააკაშვილს უთხრეს, რომ თქვენი დემოკრატია და თქვენი გამჭვირვალობა ეს არის მოდელი რეგიონში. ეს უთხრეს. მაგას მინდა ხა ხაზი გაუსვა, როდესაც თქვენი დემოკრატია გახდება მოდელი, თუ კი ჩაატარეთ თავისუფალი არჩევნები, თუ კი რეალურად შექმნით ინსტიტუტები, რატო არ ხდებოდა აქამდე თეთრ სახში სააკაშვილის შეხვედრა? იმიტომ რომ სწორედ ეს ეჭვები არსებობდა სააკაშვილის მიმართ, რომ ის ავტორიტარიზმისკენ შედგა. ეხლა სწორედ როდესაც არჩევნები მოახლოვდა, სწორედ ამ დროს მოხდა სიმბოლურადაც ეს შეხვედრა, იმიტომ რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და ქართულმა ხალხმა აირჩიოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად ჩამოაყალიბებს ინსტიტუტებს ჩვენს ქვეყანაში. მე მოვისმინე ხა კომენტარები, ბუნებრივია, რეფორმებზე ლაპარაკი სააკაშვილს ძალიან უყვარს, მაგრამ სწორედ ამ კუთხით ვაყენებ მე სააკაშვილის 8 წლიან მოღვაწეობას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. რეფორმება რა მოუტანა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. როდესაც რეგიონებში დავდივარ, ყოველ 3 ჩვენს თანამოქალაქეში 2 მუშევარია. როდესაც სკოლები იხურება და სოფლები იცლება. როდესაც სოფლის მეურნეობა მთლიანად იგნორირებულია. ხართ მოდელიო ეს უთხრა. როდესაც სოფლის მეურნეობა მთლიანად იგნორირებულია და საქართველოში სიღარიბის კი არ აღმოფხვრა სააკაშვილმა სიღარიბა, არამედ კიდევ უფრო გაზარდა სიღარიბაში მყოფი ხალხის რაოდენობა. ლაკი ნატოზე უნდა გველაპარაკა. ნუ ეხა
ლოგიკურად გადავედით რეფორმებზეც. ნატოში გაწევრიანება იქნება დამუცნებული სწორედ იმაზე, რამდენად რეალურად ჩვენი რეფორმები ხალხს წაადგება. საზოგადოების გადაწყვეტილება ვეთანხმებით რეფორმებით შევქო იმ კაცმა. გეთანხმებით, საზოგადოების გადაწყვეტილება ჩვენ უნდა გავხდეთ, ჩვენი ქართული ხალხის გადაწყვეტილება ნატოს წევრი. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მაგრამ ამის მისაღწევად მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა არსებობს. რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო ააშენო, რეალურად დამოუკიდებელი მედია სივრცე გახსნა, პოლიტიკურ ძალებს მისცე შესაძლებლობა თვითრეალიზაციის და კი არ დაძდევდნენ ჩვენს მხარდამჭერებს, ავტომატებს კი არ უდევდნენ სახლში, როგორც ეს მოხდა ახალ წელს, თქვენ მე მგონი ინფორმირებული ხართ, სწორედ ერთ-ერთი გურიის ერთ-ერთ რაიონში, ჩვენ ესე ვთქვათ, ერთ-ერთ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელთან, არამედ პირიქით, სივრცე გახსნა თავისუფლებისკენ. აი ამას არ აკეთებს აქამდე სააკაშვილი და დიდი იმედი მაქვს ის საუბრები, რაც შედგა და შედგება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას ნათლად დაანახებს, რომ მისი არჩევანი დღეს უნდა გაკეთდეს და სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. მან ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში სივრცის გახსნას პოლიტიკური ძალებისთვის და ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა თავისუფალი არჩევნებით, სამართლიანი არჩევნებით ის აირჩიოს პარლამენტში, ვის მას უნდა და არა ის, ვისაც დაუნიშნავს სააკაშვილი. აი ეს არის პრინციპული განსხვავება, რა არჩევანის წინაშე ვდგავართ ჩვენც და სააკაშვილიც ამ საარჩევნო 2012 წელს. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო გადაცემის პირველ ნაწილში ირაკლი ვალსანია, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი. მეორე ნაწილში ჩვენ ვესაუბრებით პეტრე ცისკარაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს. მადლობა დავით მოწვევისთვის.